ნამსხვრევები. არ მოიტანო, არაფერი მინდა. ხაზალ. ის გოგო როგორც ცხოვრობს წესით შენ უნდა გეცხოვრა ისე, მაგრამ რა სიზამ? ეს რას ნიშნავს ასე ნუ ლაპარაკობ? რა ტყუილია? ტყუილი ვთქვი? მისი ტანსაცმელი დაინახე? ნამდვილი ტყავის ჩექმა ეცვა. მე კიდევ სკოლაში ეს ძველი ფეხსაცმელი მაცვია. საწყალი ბავშვი, საწყალი. გაჩუმდი ბოლოს და ბოლოს. ის შენი ძმისშვილიც არის. მასზე ამაგი გაქვს, არ გეცოდება? მე არაფერი მithქვამს ხაზალია მდგომარეობამდე შენ მიიყვანე. რა დავაშავე რა? რამეზე არას რომ ვეტყოდი, შენ კი სეუბნებოდი. გაათამამე ჩემ წინააღმდეგ განაწყე. ხედავ, ახლა აღარაფერი ყოფნის. რა თქმა უნდა არ ეყოფა, უფრო მეტი უნდა, ამის უფლება არა აქვს. ვერ ვყიდულობ, ვერ არ გესმის. შეგნებულად იქცევი ასე. ნუ მიყვირი შენთან ჭხუბი მომბეზრდა, აღარ მინდა. მომბეზრდა. ის არ გეყო ხაზალი ჩემ წინააღმდეგ რომ განაწყე, ახლა ჯანსუზე გადახვედი? ახლა მთავარ თემაზე გადავედით. მიდი პირდაპირ თქვი, ჯანსუ ჩემი ღვიძლი შვილია და მას ვერ ვიმეტებო. მიდი თქვი რომ გეცოდება. ჩემი შვილი ხაზალია, ხაზალი გესმის? ეს კარგად დაიმახსოვრე. მნიშვნელობა არ აქვს, ჩემი ღვიძლი შვილია თუ არა. ხაზალია ჩემი შვილი. რა საშინელ ადგილას ცხოვრობენ, არა? ყველაფერი დამტვრეულია. მართალი ხარ შვილო, ასეა. ხაზალი ძალიან შემეცოდა. ცოდოა. არ ნერვიულო საყვარელო. ჩემო სიცოცხლე. არი დარდო, ყველაფერს გავაკეთებ რომ კარგად იყოს. კარგი? შენ არ ნერვიულო მამა? დაეხმარე მამა. ცოდოა. ჩემო ანგელოსა, ჩემო საყვარელო. შენ არ ნერვიულო. ძალიან ცუდად ვგრძნობ თავს. გონია რომ მისი ადგილი დავიკავე. არა, ეს არის ფიქრო. ეს არავის ბრალი არ არის. ფილმი გახმოვანებულია სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის მიერ. როგორ შევიდეთ დაბლოკილ საიტებზე მარტივად? პირველ რიგში ვაწვევით ინტერნეტის ღილაკს, შემდეგ კავშირისა და ინტერნეტის პარამეტრები. მოცემულ ფანჯარაში უნდა დავაწვეთ Change Adapter Options. ამის შემდეგ ვაწვევით მარჯვენა ღილაკს და Properties. გადავდივართ შესაბამის სექციაში. ეს ნიშნული უნდა მოვნიშნოთ და გრაფაში მოცემული ციფრები ჩავწეროთ. რის შემდეგაც საიტებზე ჩვეულებრივად შეხვალთ. არ დაგავიწყდეთ სხვებისთვის გაზიარება.